გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ გამოშვებაში ნახავთ. ევროკავშირმა ყურევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო პოლიტიკური შეფასებები ქრონიკაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და შეხვედრები ხელისუფლების პირველ პირებთან. დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა გია ხუხაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს კითხვები ხუხაშვილთან მის მიერ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და ამ პროცესების ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდა. რატი მეტრეველია პირდაპირ ეთერში, უფრო მეც მისგან გავიგებთ. სახელმწიფო უსაფრთხოების შენობა გია ხუხაშვილმა ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა შეეხებოდა მისსავე საჯარო განცხადებას, რომელიც მან პირდაპირ ეთერში გააკეთა და სადაც მან პრაქტიკულად გაიმეორა ყველა ის გზავნილი, რომელსაც ბოლო დღეებში ვისმენთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე. როგორც ჩანს, საგამოძიებო უწყებას მასთან საკმაოდ ბევრი შეკითხვა ჰქონდა, რადგან მისი გამოკითხვა 4 საათს გაგრძელდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და გამომძიებლებს პრაქტიკულად ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მან ასევე გააჟღერა პირდაპირ ეთერში. საინტერესო ერთგვარი აღიარება მოვისმინეთ მისი მხრიდან. ჩვენი კითხვის sapasუხოდ არის თუ არა ამგვარი გზავნილების საჯაროდ გახმოვანება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი? გვიპასუხა, რომ დიახ, ამ განცხადებების ნარატივი ნამდვილად შეიცავს გარკვეულ საფრთხეს ქვეყნისთვის. რაც შეეხება განცხადებების მოტივს, ხუხაშვილის თქმით, მისი განცხადების მოტივი იყო სუს ერთგვარი პრევენცია მოეხდინა საკითხის ირგვლივ. თუ კი მოტივი ეს იყო, რატომ არ მიმართა მან საგამოძიებო უწყება საკითხის ირგვლივ, გვპასუხობს, რომ მას არ ქონია რაიმე ექსკლუზიური ინფორმაცია. საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად გუშინდა ეთერს. ამ განცხადებების საფრთხეებს ვერ ხედავთ დღევანდელ ვითარებაში? საფრთხეები არის, რა თქმა უნდა, განცხადებებიდანაც, მაგრამ უფრო დიდი საფრთხეები არის ის, რაც მოსალოდნელია ამ ომის ფონზე. ემსახურება ზუსტად იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რაზეც მე ვსაუბრობ. მიმართოთ უსაფრთხოების სამსახურს და საჯაროდ არის საუბრობთ ამ. თქვენ რა იცით, რომ იგი მართავთ აქამდე. ჩვენ ვიცით სუსისგან, რომ არასდროს მიუმართავთ ამ განცხადებების ავტორებს მაგისთვის. მე ახალ სუს დღეს ვერაფერს ვერ ვეტყოდი. რაც შეეხება მე რომ მქონოდა რამე ექსკლუზიური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში უსაფრთხოების სამსახურს ვეტყოდი. გია ხუხაშვილი უკვე მე-6 ადამიანია, ვინც სუსმა საქმის ირგვლივ გამოძიების ფარგლებში გამოკითხა. გამოკითხვაზე დაბარებულია ასევე გივით არგამაძეც, რომელიც ამ დროისთვის ქვეყანაში არ იმყოფება. პირდაპირ ეთერში რატი მეტრეველი გვერდთვებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკაბოჭორიშვილის მიერ დევიდო სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. წერილში მინისტრი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს დეტალურად უხსნის, რომ ყურევის სპორტში სანქციების გვერდისავლის, უკანონო საზღვაო პრაქტიკის ან ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევის არც ერთი შემთხვევა გამოვლენილი არ არის. ამავე წერილში პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მტკიცე ვალდებულებას აღკვეთოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდისავლა. სურს გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული წარმატებული თანამშრომლობისთვის ევროკავშირის სანქციების გვერდისავლის პრევენციის მიმართულებით, რომელიც ურთიერთნდობასა და გამჭვირვალობაზეა დაფუძნებული. ამ კონტექსტში სურს შევეხო საქართველოს ყურევის ნავსადგურის შესაძლო შესვლას ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში. საქართველო კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე ვალდებულებას აღკვეთოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდისავლა. ამ მიზნით საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა ქვეყნის ყველა ნავსადგურში დანერგეს კომპლექსური რისკზე დაფუძნებული შესაბამისობის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციული ზომების მკაცრ გამოყენებას, მათ შორის გემების წინასწარი შემოწმება ნავსადგურში შემოსვლამდე, ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია
იდენტიფიკაცია, დამზღვევებისა და საკლასიფიკაციო საზოგადოებების გადამოწმება, წყებათა შორისი კოორდინაცია და ნავსადგურში შესვლის აკრძალვა იმ შემთხვევაში, როდესაც იკვეთება სანქციებთან დაკავშირებული რისკები. 2022-2026 წლებში სანქციებთან დაკავშირებული ეჭვების საფუძველზე საქართველოს ნავსადგურებში შესვლაზე უარი ეთქვა 55 გემს. უკან დაბრუნდა 2500-ზე მეტი სანქცირებული ტვირთი, ხოლო უარი ითქვა 1750-ზე მეტ ექსპორტისა და რეექსპორტის ოპერაციაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყულევის ნავსადგურში არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის, უკანონო საზღვაო პრაქტიკის ან ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით არასოდეს მიუღია ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე შეშფოთებას ან შეუსაბამობას მიუთითებდა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყულევის ტერმინალი, რომელსაც ოპერირებს კომპანია Black Sea Terminal, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის შვილობილი კომპანია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს კასპიის ზღვა, შავი ზღვა ევროპის ენერგეტიკულ დერეფანში. იგი ხელს უწყობს ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას, აძლიერებს შავი ზღვის ლოგისტიკური ქსელების მდგრადობას და მხარს უჭერს უფრო ფართო შუა დერეფნის განვითარების ჩარჩოს. ამ ტერმინალის მიმართ ნებისმიერი შემზღუდავი ზომის მიღებას მნიშვნელოვანი შედეგი ექნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აზერბაიჯანის ენერგოექსპორტის ინფრასტრუქტურისთვისაც, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია ევროკავშირის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ურყევ ერთგულებას იმ რისკების მიმართ რეაგირებაზე, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო საზღვაო პრაქტიკებთან. საქართველოს სრულად არის მზად განაგრძოს კომპლექსური რისკებზე დაფუძნებული შემოწმებისა და შესაბამისობის მექანიზმების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც ჩრდილოვანი ფლოტის, ისე ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების იდენტიფიცირებასა და პრევენციას. ჩვენ არც დაგვიშვია და არც მომავალში დავუშვებთ ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების შემოსვლას საქართველოს ნავსადგურებში ან მათთვის მომსახურების გაწევას და აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას ჩრდილოვანი ფლოტის პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ წერილიდან მალევე ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. ყულევის ნავთობ ტერმინალთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ოსალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა. წერილში ნათქვამია, რომ ბრიუსელი აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რათა მისი ტერიტორია რუსეთში პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს. თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში ჩრდილოვანი ფლოტის შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს. მივესალმებით თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ ის იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებამდე ყულევის თემაზე ერთგვარი საინფორმაციო კამპანია ჰქონდა ოპოზიციას. სანქციების პაკეტში მტკიცებულებებზე აკეთებდა აქცენტს გერმანიის ელჩი. ევროკავშირის წარმომადგენლის დეტალური წერილის მიუხედავად საკუთარ პოზიციას დღესაც არ ცვლის ოპოზიციის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაც აღსრულებას და ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი და სანქციების დაწესების დღიდან თანმიმდევრულად ვუზრუნველყოფთ, რომ ჩვენი ტერიტორია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდითავლისთვის და სწორედ ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოს ნავსადგურებით, სადაც უკვე მოქმედებს კაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. იმ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირმა გააკეთა, დადასტურებულია, რომ პორტი და ქარხანა, რომელიც გვერდით შენდება, ღებულობდა მონაწილეობას რუსული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე
გასატანად. თუ ამ კონკრეტულ პაკეტიდან მოხდა ყურების ტერმინალის სამოღება, ეს ძალიან კარგია, სასალმელია. საყოველთაო ცნობილი გერმანული პატიოსნება ასეთ დროს ბოდიშის მოხდას გულისხმობს, მაგრამ ბატონი პეტერის შემთხვევაში როგორც ჩანს, დასაშვებია ჯერ სიცრუით манипуляცია, შემდეგ ის სიმართლის არ შემჩნდება. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი კი დაირღვა, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა. მთელი ეს პროცესი ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ საქართველო კეთილსინდისიერად იცავს სასანქციო პოლიტიკას. იცავდა და მომავალშიც პატივისცემს იმ წესებს, რაც არის დაწესებული. ამას საქართველო ცამხრივად ჩვენი კეთილინების საფუძველზე გავაკეთებთ უკრაინელების პატივსაცემად. დავინახეთ ასევე, რომ იყო სრულად აღვირახსნილი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომ თითქოს საქართველო ან მისი რომელიმე პორტი არღვევდა სასანქციო პოლიტიკას, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველა კარგად გამოჩნდა, ყველა ეს ინფორმაცია იყო манипуляცია, ზოგიერთი ელჩის თუ სხვა პირის ჭორაობა და სხვა მეტი არაფერი. ეს რა თქმა უნდა იმის ანალოგიური კამპანია იყო, რაც 2022-2023 წელს წარმოეს ამ რადიკალებმა, თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი რუსეთისთვის სანქციების გვერდისავლით კუთხით. ზუსტად ანალოგიური განმეორდა ეხლაც ეს რადიკალები, მდიდარი NGO-ები, რამდენიმე ელჩი, რომელიც სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის პარტაქტივად ჩამოყალიბდა, ისინი ძალიან გულშემატკივრობდნენ დასანქცირებას, ავრცელებდნენ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში ბატონი ფიშერი ჩემლია გამოყო, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თითქოს მტკიცებულებები არსებობდა პორტის დასანქცირებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ, ბატონი სალივანისგან მივიღეთ მადლობის წერილი. ხელისუფლების ეროვნულ და პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირებს მმართველი გუნდი იმას, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო მოგზაურობის განახლებული რეკომენდაციების გვერდია ამოქმედა, რომელიც მოიცავს გლობალურ რუკას. ეს ინსტრუმენტი მოგზაურებს ეხმარება სწრაფად განსაზღვრონ მიმართულებები პოტენციური უსაფრთხოების რისკებით. მსოფლიოს ქვეყნები დაყოფილია 4 დონიან სისტემად, რომელიც მოგზაურებს შესაძლო რისკების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ჩვენი ეროვნული ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. როდესაც ჩვენთან ძალიან ახლოს ამდენი უბედურება ტრიალებს, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას. მიუხედავად არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არც ერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართული ხალხის გვერდში დგომის გარეშე. საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ვინც ჯერ კიდევ ვერ ათვიცნობიერებთ ამ ფაქტს, უკვე მართლა დროა უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ. აუდიო ჩანაწერზე, რომელიც იმედის ოფიციალურ ელექტრონულ პოსტაზე გუშინ გამოიგზავნა, შეფასებები კეთდება სოციალურ ქსელში. ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ეს 2014 წლის ჩანაწერია, პოსტი მან მალევე წაშალა, დღეს კი ქრონიკასთან კომენტარი არ გააკეთა. საქმე ეხება გივით არგამაძის და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარს, რომლის ავთენტიკურობაც დადგენილი არ არის. ოპოზიციის ნაწილი იმედის კითხვებს არ პასუხობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება მმართველ გუნდს ქართულ ოცნებაში, ამბობენ, რომ ამ ადამიანების მიზანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება. მე თქვენ ინტერვიუს არ გაძლევთ. 2014 წლის ჩანაწერზე. მე თქვენ ინტერვიუს არ გაძლევთ. მე თქვენ ინტერვიუს გარკვევით ვამბობ. ეს სანქცირებული ხალხი, რომ მომადეკით, ვინც ითანამშრომლებთ, ყველა აღმოჩნდებით სამიზნეო. არ ვაპირებთ ამიტომ თქვენთან თანამშრომლობას. კარგად ბრძანდებით. ანუ ახალი მიზეზი იპოვეთ, რომ არ გვიპასუხოთ, გასაგებია. რაფერი არ ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით. აი, კომპიუტერზე არის საუბარი. ვერ გეტყვი, არ ვიცნობ წესიერად ამ ორ ადამიანს, ვიზეც საუბრობ. ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაერად ავნონ ჩვენ ქვეყანას და ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ თუ რაღაცა უბედურება დატრიალდება საქართველოში, მაგ შემთხვევაში აქვთ შანსი, რომ ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში. და ამისთვის, რა თქმა უნდა, დანოსები ძალიან ბევრი გვინახავს ჩვენ, არა მხოლოდ გაგზავნილი, არამედ უშუალოდ, როდესაც ჰელსინკის კომისიაზე და მსგავს საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ფორმატებში იღებდნენ მონაწილეობას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აბსოლუტურ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით. ეზიზღებათ ერთმანეთი, არის რამდენიმე აქტორი, რომელიც პირდაპირ სატელეფონო ჩანაწერებსაც ინახავს, იქიდან გამომდინარე, შემდეგ ერთმანეთის აშანტაჟონ. ეს არის ხალხი, რომელსაც რა თქმა უნდა არ გამოუსწორდებათ ის მავნებლური ბუნება, ჩაწერა და გადაღება, რა თქმა უნდა, მათი ხელწერა არის. თარგამაძე და კანდელაკი რო დიდი ხანია ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და არიან გარედავალების შემსრულებლები, ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია. ისინი მუდმივად ჩართული იყვნენ ისეთ ქმედებებში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის
პოლიტიკურ სტაბილურობას, მათ პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ. დიდი მიზნებისკენ განსაკუთრებით ერთადერთი მათი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად საფრთხე შეუქმნან ქვეყანას, მაქსიმალურად საფრთხე შეუქმნან ჩვენ საზოგადოებას, რაც არ გამოუვათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება არის სათანადო დონეზე, მოწოდების სიმაღლეზე. ბუნდესტაგის დეპუტატი AfD-დან მალტე კაუფმანი საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება. საუბარია ფიშერის პოსტზე, სადაც ის ბადენ-ვიურტემბერგის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერს და აღნიშნავს, რომ დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირის მომხრეებმა მოიპოვეს ელჩი წუხს, მათ გამო, ვინც საქართველოში იმედებს AfD-ზე ამყარებს. მალტე კაუფმანი ქრონიკასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პეტერ ფიშერის პოსტი აღმაშფოთებელია და ის ან უნდა გადადგეს, ან გადააყენა. წავიკითხე ბატონი ფიშერის ეს პოსტი. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ჩემი აზრით ის ან უნდა გადადგეს, ან უნდა გადააყენონ თანამდებობიდან, რადგან დიპლომატები, დიპლომატიურები და პოლიტიკურად ნეიტრალურები უნდა იყვნენ. ბადენ-ვიურტემბერგში, საიდანაც მე გახლავართ, AfD-მ თავისი მანდატები გააორმაგა. ჩვენ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ვართ. შესაძლოა ჯერ არ ვართ მმართველი პარტია, თუმცა დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ძალაუფლება ჩვენ გადმოგცეს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება და თუნდაც იმის თქმა, რომ ჩვენ რაიმე ფორმით ევროპის ან დემოკრატიის თუ ლიბერალიზმის წინააღმდეგ ვართ, აღმაშფოთებელია, ვინაიდან სიმართლეს არ შეესაბამება. AfD პროევროპულია. ჩვენ ევროკავშირში მიმდინარე ბევრი პროცესებისადმი ვართ სკეპტიკური, თუმცა ჩვენ პროევროპული ვართ. ვართ დემოკრატიული პარტია და გვსურს მეტი დემოკრატია გერმანიაში. შესაბამისად, იგი სრულად არაინფორმირებულია და ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. ამიტომ ვფიქრობ, თანამდებობა უნდა დატოვოს. რა პროექტებს აფინანსებს გერმანიის მთავრობა საქართველოში, რატომ არასაჯეროებს ამ ინფორმაციას და არის თუ არა ეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? ამ კითხვებით გერმანიის მთავრობას პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის მიმართა. პარტია კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს იმის შესახებაც, თუ რა ყალბი ამბები გაავრცელა საქართველოს ევროკავშირისა და გერმანიის შესახებ. ამ კითხვებზე პასუხს ელოდება საქართველოს სახელისუფლებო გუნდიც. ჰქონდათ თუ არა გერმანელ დიპლომატებს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს რაიმე საჯარო განცხადება საქართველოში LGBT კანონთან და თუ კი რა შინაარსის? რატომ მიიჩნევს გერმანიის მთავრობა საქართველოში მიღებულ LGBT კანონს ანტიდემოკრატიულად? რა სახის ყალბი ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისა და გერმანიის შესახებ და როდის? რა რაოდენობით დაფინანსება იყო გამოყოფილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის რავადით და ბიუჯეტის რომელი მუხლიდან? მოხდა თუ არა ამ პროექტის შეფასება და თუ კი დაბრუნდა თუ არა სახელმწიფოს სახსრები? ჩვენ შეფასებით არა თუ მხოლოდ AfD, ყველა პასუხისგებლიანმა პარტიამ, რომლებიც პასუხისგებლები არიან და პატივსცემენ საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ამორჩეველს, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი პარტია უნდა დაინტერესდეს იმით, თუ რაში იხარჯება მათი გადასახადების განახდელების ფული. ჩვენ დაველოდებით პასუხს წინა შემთხვევაში გერმანიის მთავრობისგან ჩვენ ნახეთ რაც იყო, დაფარვას, მცდელობა რომ დაემალათ ინფორმაცია, არა თუ ჩვენ დაგვიმალონ და ქართველებს დაუმალონ ეს ინფორმაცია, საკუთარ ამორჩეველს, საკუთარ მოსახლეობასაც დაუმალონ ეს ინფორმაცია. იმედია ამჯერად მაინც ჩვენ მათი დახმარებით გვექნება ინფორმაცია თუ რეალურად სად და რაში ხმარდება კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას, კონკრეტულად რა საქმეებს და რასთავარია რამდენი თანხა იხარჯება კონკრეტულად საქართველოში. ასეთი ტიპის კითხვები გაუჩნდებოდა ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს. კითხვები შეეხება იმას, თუ რეალურად რას ხმარდება გადასახადების გადამხდელთა, ანუ გერმანელი ხალხის რესურსები, მათი თანხები და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით რისკენ არის, რა პროგრამებისკენ, რა პროექტების განხორციელებისკენ არის ეს რესურსები მომართული. ძალიან საინტერესო იქნება ის, თუ რა პასუხებს დაუბრუნებს გერმანიის მთავრობა AfD-ს ამ კითხვებთან მიმართებით, რომელიც იქნება ჩვენთვის ვფიქრობ მორიგი ძალიან საინტერესო დასტური იმისა, რომ ეჭვები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მთელ რიგ პროექტებთან თუ დაფინანსებასთან მიმართებით, არის ძალიან საფუძვლიანი და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში შეიძლება ეს ფინანსები არ ხმარდებოდეს იმ ინტერესებს, რომელიც იქნებოდა სარგებლის მომტანი ჩვენი მოსახლეობისათვის. ოპოზიციის წევრები, რომლებიც არ უარყოფენ, რომ განიხილება ალიანსის ერთპარტიად ჩამოყალიბება ერთი პარტიული ნომრით და საერთო საარჩევნო სიით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას ვერ მალავენ. ამის მაგალითია პეტრე ცისკარიშვილის და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება და შეურაცხმყოფელი განცხადებების სოციალურ ქსელში. ამ ფონზე მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ოპოზიცია იღებს, ქვეყნის გარეთ იგეგმება.
შეთანხმებას არ ღვევ პეტრე, რაღაცას ხელს რომ აწერ, მერე ის უნდა დაიცვა. მოდი ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა. ტოლი კი არა, ზეხირი, გადამგდები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალთ თბილისში. შეუზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ. გაიგე შეხისთავიანო. აუ რასი ლამაზია, ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი რატომ ხართ ლუზერები. პიროვნულად მათი ურთიერთობა როგორიც არის სოციალური ქსელების აქტიურმა მოხმარებელმა მთელი ეს ეპოპეა კარგად იცის, ასე რომ ჩემი როიტყვიან დახმარება მათ ერთმანეთის ეპითეტების შემკობელში არ ჭირდებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, ანუ ეს არის დაშლილ შეერთებული ნაციონალური მოძრაობა. აქ რა ნაწილი არის გულსფერი და რა ნაწილი არის იძულებითი ქმედება, ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედება არის, ვიდრე ასე ვთქვათ, ბუნებრივად სურვილი გაერთიანებისა. ჩვენ არ განვიხილავთ ამ ძალებს პოლიტიკურ პარტიებად. ამ ადამიანებს არანაირი საერთო პოლიტიკასთან არ აქვთ. ერთადერთი მათი მიზანი არის პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საზოგადოების დამძიმება და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ისინი არ მონაწილეობენ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში. მათი ერთადერთი მიზანი ეს არის გარედავალების შესრულება, რომ შექმნან რაღაცა სურათი, რომ თითქოს ისინი გაერთიანდნენ, რეალურად ეს არის ფარსი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოჩტაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. მილოცვაში ნათქვამია, რომ საქართველოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საქართველოს მთავრობის სახელით გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ წუთებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხვდება. მანამდე ეუთოს დელეგაცია შეხვდა პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში დელეგაციის ვიზიტს შეაჯამებს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, 2012 წლიდან საქართველო იყო და რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერად. მივესალმები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. პერეჟუან პონს სან-პიეტროს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტიურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერი. ხაზგასმით აღნიშნე, რომ საქართველო უცვლელად მოქმედებს როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე მონაწილე სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივი თანამშრომლობის გამტკიცებისა და დიალოგის ერთგულია. რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან გეკა გელაძესთან, მხარეებმა განიხილეს საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები. მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული სფეროები და მიმდინარე რეფორმები. იმსჯელეს სამინისტროსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს გადაცემის ერთ-ერთი მონაწილის ზურაბ მახარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დეტალურად განმარტავს, როდის და ვის მიერ გასხვის და აღნიშნული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გსურს განმარტოთ, რომ აღნიშნული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც თავის მხრივ მიწის ნაკვეთი 2007 წელს გაასხვისა შპს სწავლების ცენტრზე, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია IP ცოდნის ფონდი. კერძო მესაკუთრე მიწის ნაკვეთი 2019 წლის 18 დეკემბერს გაასხვისა შპს იორგ თაუერზე, რომელსაც ამჟამად შპს იორგ ჰოლდინგ გრუპი ეწოდება და რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო წარმოდგენილია 80-მდე გამოცემით და 10-მდე ავტორით, თარგმნელებით და გამომცემლებით. პირველი დღე მიეძღვნა თანამედროვე ქართველი ავტორების ახლად გამოქვეყნებულ მოთხრობათა კრებულს, რომელიც კანადურმა გამომცემლობამ გამოსცა. გამართეს პრეზენტაცია, შედგა დისკუსია თემაზე ქართული ლიტერატურის გზა მის საზღვრებს მიღმა. ეს იყო ჩატარდა ჩვენი პირველი ღონისძიება, რომელიც იყო პროზაიკოსების პანელი, ქართული პროზის ანთოლოგიის წარდგენა, რომელიც წარადგინა კანადელმა გამომცემლობამ და პანელზე იყვნენ ავტორები გელა ჩქვანავა, ბაჩო კვირტია, ცირა ყურაშვილი და ნინო გუგეშაშვილი. მე გავწია ამ პანელის მოდერატორობა და ძალიან მიხარია, რომ წელს გვაქვს საშუალება, რომ წარმოვადგინოთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ავტორები. ძალიან დიდი ინტერესი იყო იმდენად, რამდენადაც 4-ვე მოთხრობა თავისი იდეით და თავისი სამყაროთი, სულისკვეთებით და ემოციებით ძალიან გაავს ერთმანეთს, იმიტომ რომ 4-ვე ავტორს გამოვლილი აქვს ის უმძიმესი წლები და ის ეპოქა, რომელიც ჩვენს წარსულში იყო ამ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. ბეჭდური წიგნი თავისთავად არის ისეთი უკვეფუფუნება. ამიტომ ამ ბაზრობის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია და განსაკუთრებით საქართველოსთვის. იმიტომ რომ საქართველოს ძალიან სჭირდება თავისი შესანიშნავი ლიტერატურის გამოტანა, ჩვენება. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.